საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებულ დაპირისპირებას წერტილი დაუსვა. სანამ უმრავლესობა ამტკიცებდა, რომ 40%-იანი ბარიერი სრულიად საკმარისი იყო, ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით, ყველა თვითმმართველ ქალაქში მერები პირდაპირ გზით 50%-იანი ბარიერით აირჩიონ. გამგებლების არჩევაც ყველა მუნიციპალიტეტში 50%-იანი ბარიერით მოხდეს. პარლამენტში ინიცირებული პროექტის გათვალისწინებით გამგებლის ასარჩევად 33%-იანი ბარიერი, ხოლო მერების ასარჩევად 40%-იანი საარჩევნო ბარიერი წესდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მოთხოვნა უმრავლესობისთვის მიუღებელი იყო, პრემიერის წინადადება მათთვის მისაღები აღმოჩნდა. ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარე არასაპარლამენტო ოპოზიციაში შეხვდა სოფო მაკაცარია გვერდთვება პირდაპირ ეთერში. სოფო, როგორ შეხვდა არასაპარლამენტო ოპოზიცია ახალ ინიციატივას? პრემიერის ინიციატივას არასაპარლამენტო ოპოზიცია თავიდანვე არ უყურებდა ოპტიმისტურად, როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ამბობს, ეს არის ხელისუფლების მიერ ერთგვარი საკენკის დაყრა ოპოზიციისთვის. ისინიც როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ხელისუფლება ცდილობს ერთი დათმობის ხარჯზე და გადაფაროს ის სხვა პრობლემები, რომლებსაც ისინი უქმნიან დემოკრატიულ არჩევნებს. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ოპოზიცია პრობლემად აფასებს, ეს არის გარკვეული შეზღუდვების დაწესება გამგებლებისა და მერობის კანდიდატებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება კენჭს იყრის მერის ამ გამგებლის პოსტზე, მას უკვე უფლება აღარ ექნება ჩაჯდეს პარტიულ სიაში. გარდა ამისა, ოპოზიცია უკმაყოფილოა იმითაც, რომ მათი მოთხოვნები, სხვა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, რომლებიც ეხებოდა მაჟორიტარული ინსტიტუტის გაუქმებას და ასევე უფასო საეთერო დროის თანაბრად გადანაწილებას. შეფასებები გაკეთდა ასევე გუშინ გაჟღერებულ ინიციატივაზეც, რომელიც ეხება პარტიების დაფინანსებას. არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ეს ინიციატივა ახალი არ არის, მსგავსი პრაქტიკა ნაციონალური მოძრაობის დროსაც მოქმედებდა, უბრალოდ ეს არ ეხებოდა თვითმმართველობის არჩევნებს. ერთი არის მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა ის მოთხოვნა, რაც ჰქონდა ოპოზიციას, რომ 50%-იანი ბარიერი მართლაც მნიშვნელოვანია, თუმცა პარალელურად არ უნდა შემოიტანონ ცვლილებები, რომელიც აზრს დააკარგინებს პრაქტიკულად, ან მინიმუმამდე დაიყვანს ამ 50%-იანი ბარიერის შემოტანას. რაც შეეხება იგივე კომპენსაციას, ეს არანაირად ხელს არ უწყობს არჩევნებში პარტიის გაძლიერებას და წინა საარჩევნო პერიოდში პარტიის აქტიურ მოქმედებას. ეს არის უბრალოდ პირიქით მცდელობა, რომ არჩევნებამდე ვერ იაქტიუროს პარტიამ, არ ქონდეს თანხა. თუ კი ერთი მიმართულებით ჩვენ ბრძოლა მოვიგეთ და დათმო ქართულ მოცნებამ, ეს არის 50%-იანი ბარიერი, ხვალდაზე ასევე ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ საარჩევნო სისტემა ფუნდამენტურად შეიცვალოს და არა ისე, რომ შეინარჩუნონ ნაციონალური მოძრაობის კოდექსი. თუ ვინმეს გონია, რომ ერთი საქმის გაკეთებით 10-ის გაფუჭება, ბოლოში გაკეთება ჩაითვლება, ნუ ძალიან ცდება და არ არის კარგი ერთმანეთთან სიურპრიზული ენით საუბარი. ამას ჯობია უფრო კომპეტენტური და კვალიფიციური საუბარი შედგეს. ყოველ შემთხვევაში მე გაცილებით უფრო მეტი შედეგის მოლოდინი მქონდა. sebebik გაკეთა ასევე მმართველმა გუნდმაც, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, ხელისუფლება წავიდა უპრეცედენტო დათმობებზე, ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა შეფასება იმ ინიციატივაზეც, რომელიც გუშინ გაჟღერდა. დავით უსუფაშვილი ამ ინიციატივასაც უპრეცედენტოს უწოდებს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარტიამ ვერ გადალახა 3%-იანი ბარიერიც, მას აქვს შანსი გაერთიანდეს ალიანსში სხვა პარტიებთან ერთად და იმ შემთხვევაში, თუ ისინი 2%-იან ბარიერს გადალახავენ, ისინიც მიიღებენ კომპენსაციას. იმ პარტიებს, რომლებმაც ვერ გადალახეს 3%. მაგრამ სურთ ამ არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ ვეუბნებით, თუ გაერთიანდებით და თქვენი ჯამური შედეგი, ყველა პარტიის 2, 3, 4, 9, 10-ის, არ ვიცი, ჯამური შედეგი თუ გადააჭარბებს არა 3%-ს, არამედ ქვევით ჩავწიეთ უფრო ეს ბარიერი, 2%-ს. მაშინ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ თქვენს წარმომადგენელსაც ჰქონდეს ბიუჯეტიდან დაფინანსება. როდესაც დაფინანსებაზეა საუბარია საბიუჯეტო თანხებზე და ჩვენ ვამბობთ, რომ აი ჯამურად ერთად 10 პარტიას მაინც თუ გაქვთ ჯამში მოსახლეობის 2%-ის მხარდაჭერა, მაშინ ჩვენ შევიძლება და გთავაზობთ იმას, რომ ამავე მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებიდან დაფინანსდეს წარმომადგენელი. ამაზეც წავედით, რაც საერთოდ უპრეცედენტოა, მაგრამ აი თუ ცალკე ერთი პარტია ვერ აგროვებს ამდენ ხმას, პარტიათა გაერთიანებამ გააკეთოს ეს. თუ სხვა გზით წავალთ,
მაშინ არ ვიცი საქართველოში არის რეგისტრირებული 300-ზე მეტი პარტია და ყველას თანხა უნდა გამოეყოს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 50%-იანი ბარიერის შესახებ მიგვეღო ასეთი ტიპის გადაწყვეტილება კოალიციას, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან უნდა გახარებოდა არასაპარლამენტო ოპოზიციასაც და უნდა გახარებოდა ყველას, ვინც ესე იგი ამ კვირეების განმავლობაში ძალიან წუხდა იმაზე, რომ 40%-იანი ბარიერი დაბალია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ბიომეტრიულ სიებსაც. ოპოზიცია არც ამ ინიციატივას იწონებს და ამბობს, რომ ამ გზით გაყალბება უფრო იოლი იქნება ხელისუფლებისთვის, თუმცა ოპოზიციის მოსაზრებას არ ეთანხმება ხელისუფლება მმართველ გუნდში. ამბობენ, რომ ამ გზით გაყალბება შეუძლებელია და სწორედ ბიომეტრიული სიები ერთხელ და სამუდამოდ დაეხმარება ხელისუფლებას, რომ დაასრულოს ქვეყანაში კარუსელებით, ეგრეთ წოდებული კარუსელებით გაყალბების ინსტიტუტი. სოფო მაკაცარია გვერდებოდა პირდაპირ ეთერში, მადლობა სოფო.